დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას, სადაც უკვე 10 საათზე მეტია თითქმის რაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის მტკვრის მარცხენა სანაპიროს ის ტერიტორია, სადაც ღამის 2 საათზე მოხდა შემთხვევა და ავტომობილი გადავარდა მდინარიდან და ეს არის ის ჯებირები, რომელიც გაანგრია ავტომობილმა და მტკვარში უკვე 10 საათზე მეტია. რაც ეძებენ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიახ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება და გამომდინარე იქედან რომ გართულდა აქ სამძებრო სამუშაოების წარმოება, ამიტომ საჭირო გახდა რომ მდინარის მტკვრის კალაპოტი იქნეს ბუნებრივ დონემდე დაწეული და შესაბამისად ამის შემდგომაც გააგრძელებენ დაკარგული ადამიანების ძებნას. ამ დროის მონაცემებით რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ ერთი ადამიანის ამოყვანა შეძლეს მაშველებმა შემთხვევიდან მალევე და ის კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და როგორც თვითმხილველები და ოჯახის წევრები ყვებიან ასევე ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ 3 პირი და სწორედ ამ 3 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ახლა ადგილზეც. ეს ტერიტორია არის სრულად შემოსაზღვრული ყვითელი ლენტებით და ამ მარცხენა სანაპიროს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა ასევე ლენტებით შემოსაზღვრული და მაქსიმალურად ვეცდებით ახლა გაჩვენოთ თუ რა ტერიტორიაზეა საუბარი. აქ იმყოფებიან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე მაშველები, მყინთავები, რომლებიც აქტიურ სამუშაო პროცესებს აწარმოებენ ადგილზე და როგორც გითხარით თითქმის 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერჯერობით 3 ადამიანის პოვნა ვერ ხერხდება. ერთი ადამიანი კი ნაპოვნია და ის კლინიკაში კონტაქტურ მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი. ოთხი იყვნენ მანქანაში. ხო. ერთი გადარჩა, 3-ს ეძებენ. ჯოხელ ღამე 2-ზე და მერეკაც მაგაცმანა და მაგის მერე აქ. ანუ დაახლოებით 5 საათის შემდეგ ეძებენ ხო უკვე. აი როგორც კი გაიგეს და გააჩერეს მაგის მერე ეთყობა რომ შეგვაგინა. იკლებს აი. ანუ ესე იგი უკვე დაიწყეს კალაპოტის შეცვლა. რომელ საათზე მოხდა დაახლოებით შემთხვევა? 12-დან პირველად. ღამის. ამ დრომდე არ ყავთ ამოყვანილი, ხო? ერთი ამოყვანილია. ერთი გაცორა წყალში. ვერ მოასწრა ამოყვანა. წყალმაც აიღო ისეთი ამოყავდა თუ არის. ორი მანქანაშია და არ ჩვენებს. და რა მოხდა ხომ მაგიგეთ? იმიტომ რომ ზოგი ამბობს გადავარდა და რაღაც ყველა მის უბრალოდ შეფერილი თამაში ამოიჭა. დაახლოებით 7-ზე გავიგე და მაგის მერე აქ. დანარჩენების პოვნა ვერ ხერხდება ჯერჯერობით. რა სამბობენ ღრმად, ანუ რა მოხდაო? მე როგორც გავიგე, მანქანა დაეჯახა და გადავარდაო და თქვენ რა ინფორმაცია? არ ვიცი, აი მაგათ ველოდები რომ გამოვესაურო. ადგილზე იმყოფებიან ასევე დაკარგულების ოჯახის წევრებიც, რომლებიც ელოდებიან დამატებით ინფორმაციას მაშველე მყინთავებისგან შეძლებენ თუ არა დაკარგულების პოვნას. როგორც გითხარით, ადგილზე ამ წუთებშიც აქტიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 ადამიანის პოვნა არის და მიმდინარეობს 10 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და მაქსიმალური მობილიზება ადგილზე გამოცხადებული და როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ცოტა ხნის წინ ინფორმაცია და სავარაუდოდ გართულებული სამუშაო პროცესების გამო სავალდებულო გახდა რომ მდინარე მტკვრის კალაპოტი იქნას დაწეული და ამიტომ ისინი მოსახლეობასაც კი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ რომ ორთაჭალის ჰესის ქვედა ბიფების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ და ასევე შეგვიძლია ვთქვათ ისიც რომ ამ ადგილზე ყოფნის დროს უკვე შესამჩნევიც არის ის რომ მტკვარმა ნელ-ნელა ეტაპობრივად დაწევა დაიწყო და მას შემდეგ რაც ბუნებრივ კალაპოტზე და პერიმეტრზე დაიწევა სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტად აქტიურად გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები.